მოусმინოთ. კი ბატონო. მესამე გადაცემა აგორას გამომცემლობის წიგნებს წარმოადგენენ მე პირადად, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არჩევანი შემოგთავაზეს. შენ დიდი მეხუთე ხარ აგორასი. ასე გამოვიდა. იმიტომ რომ სამივე ძალიან საინტერესო გამოცემა მოგვიტანეს. გაეტან სუსი, კვებეკელი ფრანგულენოვანი ავტორი უნდა გაგაცნოთ დღეს, ვინც არ იცნობთ, სულ ახლახანს გამოცემული არის ეს წიგნი. ასეთი სახელწოდებით გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა ასანთი. ამ რომანს სასპენსის ტრიუმფი უწოდეს ჩემო ლაშა და მართლაც როგორც დეფინიციაც აქვს სასპენს, აი მართლაც ძალიან მოულოდნელი დაზაბულობით ვითარდება ამბავი ამ წიგნში. პირველი უცნაურობა, რაც ამ რომანის შესახებ შემიძლია გაგანდოთ, არის ის, რომ ის უცნაური და გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც სამ კვირაში დაიწერა წიგნი, რომელმაც არამხოლოდ კანადა მოიცვა პოპულარობით და იქ გახდა ბესტსელერი, 20 ქვეყანა, სადაც ითარგმნა, ყველგან იკავებდა ისეთი რაღაცნაირად პირველ ათეულში ხვდებოდა პოპულარობით. რამ გამოიწვია ის, რომ სამ კვირაში წიგნი დაიწერა, არის ძალიან უცნაური და ამავდროულად ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ 1998 წელს ესეთი ძალიან ცივი ზამთარი იყო და კვებეკი მოწყდა, ასე ვთქვათ, ცივილიზაციას და ჩვენი ავტორი, რომელსაც მისი მთარგმნელები ახასიათებენ როგორც ძალიან უცნაურ ადამიანს, რომელიც რაღაცნაირად ესეთი ფორმულირებაც გაუკეთა, დემონებს ებრძოდა ყოველთვის, ამავდროულად იყო ძალიან თბილი ადამიანი, რომელსაც თავის დროზე ლიტერატურასთან სიყვარული იწყება, როდესაც ედგარ ალან პოცა იკითხა. ადამიანი, რომელიც იაპონიურ კულტურაში იყო ძალიან შეყვარებული და ჩემსავით მოინუსხა მაშინ, როცა პირველად ჩავიდა, თუმცა მან ბევრჯერ მოახერხა იქ ჩასვლა და მეგობარი ქალბატონისგან შვილიც კი შეეძინა იაპონიაში. რა ხდება ეს წიგნი, რატომ არის ასეთი საინტერესო? მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც ჩვენ დასაწყისში ვილაპარაკეთ, ყველაფრის საწყისი აქ შეგვიძლია ვეძებოთ, იმიტომ რომ ეს არის ბრწყინვალეენით შესრულებული. მთავარი ამბავი იმაზე, სად იბადება და რა მიზეზებით იბადება ძალადობა, თუ შეიძლება ამას ასე ვთქვათ, ახსნა უპოვო ამ რამდენიმე გვერდში. ფიჭვნარების იქით მდებარე სახლში. პირველივე გვერდზე, ეს არ იქნება სპოილერი, იმიტომ რომ პირველივე გვერდზე ასე არის, კვდება მამა, პატრიარქი მამა, ასე ვთქვათ, რჩებიან დადა ძმა, რომელთაგანაც და თავს მიიჩნევს ვაჟად, ბიჭად, ამასაც ექნება ახსნა და სწორედ ეს გოგონა მიდის გვერდით მდებარე სოფლებში იმისთვის, რომ მამის კუბო იყიდოს. აი ამ გზაზე, როდესაც ეს გოგონა მიემართება, ის აღმოაჩენს მთელ სამყაროს, შეგვიძლია ასე ვთქვათ, და ჩვენ კი ყველა იმ საიდუმლოს ვეცნობით, რაც 15 წლის მანძილზე ამ ოჯახში ხდებოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ეს ვერ იქნება ადამიანების პირველი წიგნი, რომელთაც შეგიყვარდება ლიტერატურა, ძალიან უნდა გიყვარდეს ლიტერატურა იმისთვის, რომ რაღაც გაიგრძელო ეს სიამოვნება, ასე ვთქვათ. აღმოჩნდება ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი, ანუ ის, რომ მაგალითად დადა ძმა არიან აბსოლუტურად მსხვერპლი მოძალადე მამის. იქ სადაც ვთქვათ რელიგიური ხაზი რაც არ უნდა ცდილობდეს ავტორი რომ შეფარული იყოს, აქ ძალიან აშკარად შოვნავს და მოდის ისე როგორც ბევრ სხვა ტექსტში შეგხვედრია ჩვენ. ქალთმოძულე მამა, რომელიც აიძულებს შვილს რომ იყოს ვაჟი. აბსოლუტურად ის რაღაცა მამა აიძულებს? ხო. ასე იკვეთება, იმიტომ რომ მამა გარდაცვლიდა, ჩვენ ამას ყოფგებლობთ ამბობ. მართლა გულის გამაჩერებელი სცენები არის, მაგალითად ის, როდესაც კამათობს და-ძმა და ვერ იხსენებენ მამას ჰქონდა თუ არა ულვაში. ძალიან საინტერესო სცენა არის, ასევე, როდესაც, თქვათ, ეჩვენება ამას, რომ ცხვირი გადაექცევა ხორთუმად. ერთი სიტყვით სიურეალიზმი და რა თქმა უნდა ეს ძალიან ძიმე ფსიქოლოგიური დრამა, რომლითაც აი ეს ჩვენი მთავარი პერსონაჟი თან ზღაპრული, თან ფილოსოფიური ენით გველაპარაკება და ეს ვფიქრობ, რომ ამ წიგნში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ენა, რომლითაც ჩვენ გვგებლობთ ამ სასტიკ ამბებს, როდესაც ოჯახში ცხოვრობს, ფარდულში ცხოვრობს მუმიად ქცეული, ფაქტობრივად თეთრ დოლბანდებში გახვეული მისი ტყუპის ცალი, ამ ყველაფერს ჩვენ გვგებლობთ ძალიან ისეთი ტექნიკური სულით და კითხვის საშუალებით. ამ რომანში მე ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი აქვს ამ რელიგიურ ნაწილს, სადაც პირდაპირ ურწმუნო თომასთან ავლებს პარალელს, როდესაც თავის ძმაზე საუბრობს, როდესაც მაგალითად პარასკევობით იესოს გარდაცვალების დღეს ერთობიან ღვინის სმით.
ძალადობის დაბადების ადგილი, როდესაც ეს გარიყული და იზოლირებულია სამყაროსგან ოჯახი იქნება ეს თუ ადამიანი, საწყისების შეგვიძლია თავისთავად აქ ვეძებოთ ხოლმე, ეს ყოველთვის ასე არის და მე ვფიქრობ, რომ კიდე იმ ნიშნით არის ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ალბათ იშვიათად ხდება, როდესაც ეპიგრაფი ასე ამთლიანებს ამ სტრუქტურას, ამ მთავარ არს, მე შემიძლია წაგიკითხოთ, ადამიანი მაგალითად მე ტკივილს განიცდის, მაგრამ ამით იგი არაფერს ფლობს. ტკივილს შესაძლოა ჰქონდეს სიძლიერე, გამოვლენის ადგილი და ასე შემდეგ, მაგრამ მას ვერ ეყოლება მესაკუთრე. რა არის ტკივილი, რომელსაც არავინ განიცდის, ტკივილი, რომელიც სინამდვილეში არავის ეკუთვნის. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ტკივილი მუდამ ისეა წარმოდგენილი, თითქოს რაიმე საგანი იყოს, რომელიც შეგვიძლია ისევე აღვიქვათ, როგორც ასანთის კოლოფი. ლუდვიგ ვიტგენშტეინის ეპიგრაფი აქვს წამწყანებული. მე მართლა გირჩევთ ყველას, ვისაც თარგმნელი ვინ არის? ახალვე მოგახსენებთ, ირინა ლაბაძემ თარგმნა ფრანგულიდანვე, სულ ახალი, აი 2016 წლის გამოცემა, შესანიშნავი რეცენზია წავიკითხე ჯაბა ზარქუასი, სადაც აი ზუსტად არილში დაიბეჭდა ეს რა თქმა უნდა არილში და ყველას გირჩევთ ხოლმე რომ არილსაც მიადევნოთ თვალი როგორც ონლაინ ისე ბეჭდურ ვერსიას არაპლაკატურად მოყოლილი ძალიან მთავარი ამბები ის რაზეც ვახსენე რომ ჩვენ პირველ ნაწილში ვილაპარაკეთ ყველანაირი სისასტიკის დაბადების ადგილი ასე ვთქვათ თითქოს გაცხადებული ვით არის და რა ვიცი გოგოს თავგადასავალი რომელიც ძალიან რთულ გზაზე ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს გვიზიარებს და გვაცნობს. ნინე სხვადასხვა გაგაწყვეტინე ბოდიში გამახსენდა აი გოგო შენ ვახსენე რომელსაც აიძულებენ რომ ბიჭივით იცვას სხვა შორის ნანა ექვთიმიშვილის რომანი მსხლების მინდორი სადაც იქ გოგოს არჩევანია რომ ბიჭივით იცვამდეს და თმაც ბიჭივით კონდეს რომ მოაჩვენოს თავი ეს მოგახსენებათ რომ უსახკარო მიუსაფარ ბავშვთა ასე ვთქვათ სკოლა არის უფრო სპეციფიკური რომანში ესე მძაფრათაც ეძახიან ამ სკოლას დებილების სკოლას ასე იხსენიებენ ამას და ამიტომ აი ეს სიმძაფრე არის ამითაც ნაჩვენები და პერსონაჟი გოგონა იცავს სწორედ ამ ასე ვთქვათ ბიჭის იერსახით საკუთარ თავს ძალადობისგან. მე ცხადია ბევრს ვერ მოვყვები, იმიტომ რომ არ მინდა რომ რაღაცა კითხოს წავართო ეს რაღაცა სიამოვნების საშუალება და ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ აი ამ ბიჭობაში როგორ მაინც მასში არის სურვილი ის რომ ეძებს ვიღაცას, ეძებს სიყვარულს რეალურად და ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. არსებობს ამ რომანის რადიო პიესა, ასევე ადაპტირებულად დაიდგა ბერლინში სპექტაკლიც და მე სიამოვნებით ნახავდი, რა ვიცი, ძალიან მაინტერესებდა. მოკლედ ყველას გირჩევთ, ძალიან კარგი გამოცემა, ძალიან საინტერესო ავტორი, რომ თქვენც იცოდეთ. 2013 წელს გარდაიცვალა გაეტან სუსი. დიდი მადლობა.